როგორ ხართ მეგობრებო, ხო ხართ ჯანზე? დღეს პატარა ვიდეოს ჩავწერ იმაზე თუ ადამიანს სცივა ზამთარში, ზედმეტად სცივა, რა უნდა გააკეთოს? ჩემ გამოცდილებას მოგიყვებით, რა მოხდა? ტელეფონი ხმები შემოდის. აუწებ ფანჯარას. მოკლედ დაახლოებით 3 წელია ცივწყალში ვანაობ. ანუ სპეციალურად ცივწყალში ვანაობ, რომ არ გავცივდე მალე, არ შემცივდეს გარეთ, მაგრამ გასული 2 წელი ესე არ ვიყავი როგორც 3 წელს. რას გულისხმობ ახლა ახსნ. ანუ რეალურად ამ წელს ახლა გარეთ არის პლუს 4-5 გრადუსი. და ჩვეულებრივად გავდივარ გარეთ, არ მცივა საერთოდ. დაახლოებით 1 საათის განმავლობაში შემიძლია ვიდგე გარეთ, უპრობლემოდ გავაკეთო რაც მინდა და პრობლემა არ არის, რა. შარშანესი არ იყო. და მიზეზი არის 2 რაღაცა. ერთი სელენი, დანამატია ესეთი სპეციალური სელენი ქვია და მეორე არის იოდი. იოდიზირებული მარილი, ჩვეულებრივი იოდიზირებული მარილი. აი ესეც ხმარობ მე. ეს შეიცავს იოდსაც და კალიუმსაც. კალციუმსაც შეიცავს. მაგნეზიუმსაც შეიცავს. ეს არ ვიცოდი. მაგრამ თავარი არის რომ იოდს შეიცავს. რაც თავარი, ანუ იოდიზირებული მარილია და ეხლა საქართველოში იოდიზირებული მარილის მეტი რა არის, ხო? ანუ ეს დიდი იმებით, ყუთებით რო იყიდება. ხო, და ამ წელს, მოკლედ, ანუ რას აკეთებს ეს იოდიზირებული მარილი და თან სელენი. ეს ორივე ეხმარება ფარისებრ ჯირკვალს, გამოამუშაონ ბევრი T4 და T3 ჰორმონები. ანუ T4 და T3 ჰორმონები არის ფარისებრი ჯირკვის ჰორმონები, რომლებიც ეხმარებიან ორგანიზმს გაათბონ და გააგრილონ, ესე ვთქვათ რა, ჩვენ ენაზე რო ახსნათ. და ანუ არაფერი არ არის ისეთი რა, ეს დანამატებები, ესე ვთქვათ, იოდიზირებული მარილი ყველას აქვს სახში, ეხა რა უნდა ყიდვას, ხო? იოდიზირებული მარილია ჩვეულებრივი. და სელენი არის, მოკლედ ესეთი დანამატი, ვიტამინია თუ მინერალი არ მახსოვს, ალბათ მინერალია. რომელიც მართლა ეხმარება ადამიანს აესე რომ არ შეცივდეს ზამთარში რა. ამ წელს, რა ვიცი, ახლა შარშანწინ მაგალითად ჩვეულებრივად გამოდიოდი გარეთ, მაგრამ ცივოდა. არ ვიყავი ისე კარგად ესე გაკაჟებული რა, ეხლა ცოტა ხანი გაუძლებდი მაგალითად ეხლა ერთი 10-15 წუთი, მაგრამ მე შემცივდებოდა და ამაძაგძაგებდა. ეხლა საერთოდ არა. საერთოდ. ანუ იმ დონეზე არ მცივა, რომ სეზონის გიჟივით, ანუ ესეთი მაიკით გავდივარ და სიამოვნებს სიცივე. თუ იმეს გამოგადგებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამას ვსვავ უკვე ხმარობ, ესე ვთქვათ, დაახლოებით 3 თვეა. 3 თვეა სელენს ვიღებ 200 მილიგრამს და მარილს დაახლოებით 2 გრამს. 2 გრამ მარილს, ამ მარილს ხმარობ 2 გრამს. დანარჩენს, ანუ სხვა ჩვეულებრივი მარილს ხმარობ. ამ მარილში, ანუ თვითონ შემცველობა იოდის არის 60 mcg. ანუ 60 mcg არის 40% დღიური ნორმის. 60 mcg არის დღიური ნორმის 40%. ანუ 120 არის 80%. 120 არის 80%, 140 გამოდის დღიური ნორმა. ამ 140 mcg გამოდის დღიური ნორმა. აი ეს ემოციურად იმიტომ არ ახლა განწყობილი ესე რომ მინდა იქნებ ვინმეს გამოადგეს რა. კაი რამეა სხვათა შორის, ანუ არც გაცივდები, სერიოზულ ენერგიაზე ხარ, გამოდიხარ გარეთ, არ გცივა
დილით რო დგები აი მაგალითად არის ხოლმე რა ეხლა ზოგი სოფელში იღვიძებს სადღაც მაგრაცივა დილით სანამ ფეჩს აანთებს რა ქვია ფეჩი რა მნიშვნელობა აქვს ესე ხმარობთ რა ფეჩს აანთებს სანამ ღუმელი ხო სანამ აი ოთახი გათბება რამე ძნელია ადგომა გუში -6 იყო სად ვიყავი ვირჯინიაში თუ სადღაც არ მახსოვს ზუსტად რა ძალიან ციოდა სერიოზული სიცივე იყო აი მართლა ძალიან მაგრად ციოდა და -6 და თან უბერავდა და ისე ავდექი თითქოს ანუ რა ვიცი დაახლოებით +10 გრადუსი ყოფილიყოს მოკლედ მეგობრებო სელენი და იოდიზირებული მარილი იოდი ანუ იოდი აი როგორც გამოვითვალე დღიური ნორმა საშუალო ადამიანისთვის არის დაახლოებით 180 mcg. რას ნიშნავს ეს mcg? არ ვიცი, მართლა გითხრათ ესე აწერია mcg. აქედან გამომდინარე გაითვალისწინეთ, რა ვიცი, იქნებ ვინმეს გამოადგეს, ვისაც გცივად, აი ფეხები რო გეყინებათ მაგალითად, ხო არსებობს ეგეთი რაღაცა, მეც სულ ეგრე ვიყავი ხოლმე, ფეხები მეყინებოდა ხოლმე. არანაირი ფეხები, აღარც ფეხები მეყინება, არაფერი აღარ მეყინება, ჯანზე ვარ, ხოშიან ჯანზე ვარ. იმიტომ კი არა ვარ ჯანზე რო კუთები იმიტომ ვარ ჯანზე რო აი ექსპერიმენტი ჩავატარეთ ჩემ თავზე. იქნებ გამოგადგეთ. მოკლედ აი ამის თქმა მინდოდა, მეგობრებო, ჯანზე იყავით, მაგრად იყავით, არ მოიწყინოთ რას თავარი.